პირველში მე მინდა რომ ამ ადამიანებს მე არასდროს არ რჩევას ესეც ვერავის ვერ მივცე რომ გინდა თორე ეს უნდა გააკეთოს ეს არ უნდა გააკეთო თუმცა რაც საკეთებენ ეს ადამიანები ნამდვილად დასაფასებელია დაწყებული პირობითად ნიკა მელიადან გვარამია ზურა ჯაფარიძე ეს ხალხი ოქროაშვილმა მისი ამ ნაბიჯით მან აჩვენა რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ ქვეყანაში მინიმალურ სამართალზეც კი ვისაუბროთ ხო ესე იგი წულუკიანთან რატომ არ გამოცხადდა ვინმე ამის გამო ადამიანებს ციხეში უშვებენ ხო და ვიღაცას თურმე ლოყა დაუწითდა და ქალბატონი ციხეში უნდა იყოს, ანუ პარანორმალური მოვლენებია და მათ შორის, როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკოსების დაკავებაზე, ეს ძალიან მძიმე იქნება და სხვათა შორის იგივე არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, სადაც პრობლემა აქვს, ხო, დასავლეთში, ევროპაში, იმას რა ქვია, ბიძინა ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს ფაქტობრივად აბსოლუტურ წერტილს დასვამს ის, რასაც ახლა გეგმაში აქვს ივანიშვილს და რუსულ ხელისუფლებას. ხო, რა არის ეს? ანუ მან იცის გადასარევად, რომ უფრო მძიმე მდგომარეობაში შეიძლება ხო, ჩვენ ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ადეკვატური ადამიანი, რომელიც რაციონალურად, ჩვენ ახლა ვსჯელობთ რაციონალურად, გვინდა რაღაცა ლოგიკები ვეძებოთ, ვერ მოვძებნით ამ ლოგიკებს, იმიტომ რომ რუსების ტვინში ვერასდროს ვერ ჩავიხედავთ, ხო? ეხლა რუსეთის სპეცსამსახურები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელით ამ ქვეყანას მართავს, ისინი ეუბნებიან, რომ დაიჭირეთ ყველა ანტიპუტინისტი, ანტირუსი, ცოტა მედასავლელე დემოკრატია რომ უნდა ამ ქვეყანაში თავისუფლება, უკაცრავად, მაგრამ ადექიდა ჩაყარეთ ციხეში, ესე უყურებს ეხლა ჩვენ მესმის რომ საზოგადოებას დაჭირდა 14 წელი ლამის 13-14 წელი რომ ეს დაეჯერებინა, მაგრამ უკვე მივედით ხო ფაქტობრივად ბოლო გაჩერებაა ახლა უკვე და ან ჩაუშვებთ ბიძინა ივანიშვილს ან ბიძინა ივანიშვილი ჩაგვაცილებს ამ ქვეყნიდან ახლა ეს რეალობა დაგვიდგა იგივე სინდისის პატიმრები ხო აბსოლუტურად ყველას ხედან ეს ადამიანები მაგრამ ეს კიდევ ერთი გამოვლენაა წულუკიანთან როგორ არ დაჯექი წულუკი ამის გამო ციხეში თქვენ ციხეში წახვალთ და წულუკიანს არავინ არ უნდა მოსთხოვოს პასუხი რომ წითელ მოედანზე რო იყო ფარცხალაძე პროკურორი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო წულუკიანი მოიცა კითხვები არ გვაქვს და ხალხმა დავიბაროთ მოდი აბა წულუკიანი თუ მოვა რუსთაველზე ვერ უბედავენ მაგალითად როდესაც ხაზარაძის სასამართლო მიდიოდა და წულუკიანის გამოკითხვა რომ მოითხოვეს ბადრი ჯაფარიძემ და მამკვა ხაზარაძემ იქ ვერც კი გაბედა პროკურატურამ და სასამართლომ რომ თეა წულუკიანის გამოკითხვა როგორც კომისიის ხელმძღვანელის როგორც მოწმისა გადაეწყვიტა გეტყვით ეხლა ეს რატომ მოხდა გახსოვთ მოსამართლეებზე ოპოზიცია კომისიას რო ქმნიდა საგამოძიებო კომისიას და ქორუმს რო აგდებდა ოცნება სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი ოღონდ რეჟიმმა აჩვენა როგორ იცავენ იმის მორჩილ მოსამართლეებს ახლა მოსამართლეებიც ასე ვთქვათ ამ ჟარგონზე ბიძინა ივანიშვილის საკით აბაროც ასე ვთქვათ აბრუნებს ახლა ამ ვალს რო იცით რა როგორ ეკადრება წულუკიან სადმე მივიდეს სულ სიგიჟეში ვცხოვრობთ ნაცვლად იმისა რომ ყოველდღიურ პრობლემებს განვიხილავთ დაპატიმრებას ცემას კვლელობას რაღაცა ვიღაცას სახში შევარდნას და ასე შემდეგ ეს უკვე დიდი ხანია ფსიქოზშია ფაქტობრივად გადასული და სხვათა შორის რაღაცა დისკუსია გაიხსნა დღეს იგივე ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ვიღაცა შევა ვიღაცა არ შემოვა მოდი 26 მაისი იყოს ის დღე როცა ადამიანები იტყვიან ხა თუ ზურა ჯაფარიძე ეს პოლიტიკური ლიდერები თუ ციხეში არიან რა მნიშვნელობა აი გვარამია თუ ციხეშია მელია მაგრამ ზურა ჯაფარიძე ოქროაშვილი და ჩვენ ამ დროს ვამბობთ ეხლა ჩვენ შევდივართ არჩევნებში ვის არჩევნებში ანუ თავსლაბ დასანქცირებული ამას არ უნდა დავარქვათ არჩევნები ეს მნიშვნელოვანია მედიამ ამაზე არ თქვას რომ არჩევნები კი არ ტარდება დასანქცირებულია კაცი კალანდარიშვილზე ნათქვამია რომ ეს არის გამყალბებელი გამჟონავი ხო თავისი არავის არ დაავიწყდება ალბათ ხო ის როგორც შავი საღებავით გაჟონა ასე ვთქვათ ამ ჩვენმა ბიულეტენებმა ისევე გაჟონა იმ სხდომაზე ბატონმა კალანდარიშვილმა ვიღაცები ხა მორალური პედესტალი და რაღაცებს საუბრობდნენ მაგრამ ის ნათელი გამოვლინება იყო თუ გინდა თვალეთ აღიქვა ვინ არის კალანდარიშვილი რას წარმოადგენს უნდა ნახო ის კადრები როცა ის თავსლაბ დასმული კი არა ზუსტად ისევე გაჟონა შავმა რაღაცა იმან როგორც პირობითად ჩვენმა ბიულეტენებმა ამიტომ ეგ არ არის არჩევნები ანუ თუ საარჩევნო ადმინისტრაცია არ იცვლება პირიქით ხდება ხო ყველაფერი ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში სუსში მაგალითად აღარ არის ლილუაშვილი არის ხა ანდრი ოხანაშვილი ამას როგორ ვარქმევთ საერთოდ არჩევნებს ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს და რაღაცა ალბათ მესიჯებზეც უნდა ჩამოყალიბდეთ კარგია მე უსმინე მაგალითად ნიკა მელიას მოწოდებას რომ 26 მაისს დავაფიქსირონ სხვა პარტიებმა ვისაც არ დაუფიქსირებია ოღონდ ამას გარდა ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებზე ვერ ჩაატარებს და ვერ ჩატარება რას ნიშნავს არ მივა მაგალითად იმ არჩევნებზე 400,000 ადამიანზე მეტი პირობითად ვამბობ და ამის პარალელურად შესაძლოა ხალხმა ჩაატაროს არჩევნები იქნება ეს ქუჩაში თუ აპლიკაციით ტელეფონით პირობითად ეს ტექნიკის აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ რომ ჩვენ გვაქვს დედლაინი
ეს არის 4 ოქტომბერი, როცა ამბობს ივანიშვილო ჩავატარებ არჩევნებს, მან ვერ უნდა ჩაატაროს არჩევნები. არა, ამაში გეთანხმებით, კაცო, მე როგორც მოქალაქეს და ჟურნალისტს ვერ წარმომიდგენია რა არჩევნებზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ამდენი პოლიტპატიმარი როცა ზის ციხეში, მაგრამ არა, მე გეკითხებით ტელეფონით არჩევნები ჩატარება და ქუჩაში არჩევნები ცოტა გაუგებარია. ბევრი ხერხი არსებობს უკაცრავად, მათ შორის მოლდოვაშიც მიცეს ხო ონლაინ ადამიანებმა. უკაცრავად ეხა ელექტრონულად ხმის მიცემა არის შესაძლებელი, ესტონეთში არის გარკვეული გამოცდილება ამის, თუ ამას გაგვიზიარებენ პირობითა და შესაძლებელი იქნება 1,5 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდეს, 1 მილიონი დარეგისტრირდეს, 800,000 დარეგისტრირდეს მაგალითად. ამ იმაში რა ქვია, სადაც ჩვენ გვეცოდი ერთმანეთთან კომუნიკაცია მაინც გვექნება, ინგა ის მაინც ვიცოდეთ რამდენი ვარ ჩვენ, რამდენი ისინი, იმიტომ რომ იქ 400,000-ზე, 500,000-ზე მეტი ადამიანი არჩევნებზე არ უნდა მივიდეს. ჩვენ ამის მობილიზებას თუ გავაკეთებთ, აბსოლუტურად უნდა მუშაობა ჭირდება, მთელი ზაფხული მუშაობა ჭირდება, სამწუხაროა რომ ამასობაში ამდენი პოლიტპატიმარი გვეყოლება, ასევე ჭირდება დაორგანიზება ამას, როგორ აი კითხვა რო არის, იცით რა არის, ეს ცოტა ისეთი აბსტრაქტული კითხვა, როგორ და მათ შორის ეხა ამ ადამიანებზე ვისვით საუბრო, მე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებები მქონდეს, სოლიდარული ვარ აბსოლუტური. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა ძალა არის ერთობაში, არანაირ განსხვავებაზე ჩვენ ერთმანეთზე არ უნდა ვისაუბროთ, კაცო, იმიტომ რომ პოლიტიკა პარტიულობა არის დამთავრებული, როცა ამბობენ, რომ ეს პარტია, ჩვენი პარტია მიიღებს, რა პარტია მიიღებს, კაცო, პარტიას აქვს აზრი მაშინ, როცა არსებობს დემოკრატია ქვეყანაში და პოლიტიკა და როცა პოლიტიკაც მოკლა, ოპოზიციას ლიდერებს იჭერს, სამოქალაქო აქტივისტებს იჭერს, ხალხს აწამებს და არბევს, ამ დროს არ შეიძლება ვილაპარაკოთ სერიოზული სახით კალანდარიშვილის ჩატარებულ არჩევნებზე ხა, ხო?